მოგესალმებით, დღეს გვექნება საუბარი 15-21 სექტემბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მიხეილ საგარელი ასტროლოგი და ჩვენ დღეს რას გვქვია განვიხილავთ მნიშვნელოვან კვირას, რადგან კვირის ბოლოს გველოდება ანუ 21 უკვე სექტემბერს კვირა დღეს. მზის დამნელება და ახალმთვარეობა საკმაოდ რთული მძიმე დღეა, მინდა გითხრათ. დავედოვეთ რომ ეს დღე ფრთხილად გავიაროთ, არის კონფლიქტები საქმეთა გარჩევები, ჯანმრთელობას ყურადღება ფრთხილად ტრანსპორტთან მიმართებაში და ასე შემდგომ ვეცადოთ რომ შვიდად გავიაროთ პოზიტიურ ადამიანთა ურთიერთობით ეს დღე და პოზიტიური განწყობით, რაც შეიძლება მეტად, რათა არ მივცეთ მასწავლებელ ძალებს თქვენზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამის გარდა ამ კვირის განმავლობაში პლანეტა მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა 18 სექტემბერს გადაინაცვლებს უკვე სასწორი ზოდიაქოში, შედეგად, ასე ვთქვათ, მოიმატებს ხასიათში და ადამიანთა გონებრივ შესაძლებლობებში სეთვისებები, როგორც არის დიპლომატიურობა, კომპრომისების მიღწევის უნარი, რთულ საკითხებში მშვიდობიანობა, სამართლიანობის გრძნობა, თუმცა გამიტარდება მეტად სულსწრაფობა და ასევე შინაგანი მერყეობა გაორება არჩევანის გაკეთების მხრივ. 19-ში ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა, გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში. რაც ნიშნავს, რომ ამის შედეგად მოიმატებს მოთხოვნათა ნუსხა პარტნიორის მიმართ სასიყვარულო ურთიერთობებში, ჩაძიება წვრილმანებისადმი და პირდაპირ შეიძლება შუბლში შემიახალოს ადამიანმა პარტნიორს, რასაც ფიქრობს ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე. იმედია, რომ პლანეტა მერკურის დიპლომატიურობა ამ შემთხვევაში ცოტა მეტად დაგვეხმარება ამ ნეგატიური ტენდენციის გასაბათილებლად. თუმცა სიყვარული რო უფრო ასე ვთქვათ სტაბილურ, პრაგმატულ და პასუხისმგებლობით ახსოვს ელფერს მიიღებს, ეს უდავოა. რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, ამუშავეთ რომ საერთოდ პირველი ნახევარი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კარგია დაახლოებით 18 რიცხვამდე. აქ ეცადეთ რომ ნიშნული საკითხები მოაგვაროთ 18 რიცხვის შემდგომ, რაც მეტად მივახლოვდებით უკვე ჩემს მზის დამნელებას, ცირთულეები ყველას მოემატება. დაიწყოთ ვერძით. პირველი ნახევარი გამოიყენოთ, რომ ნელ-ნელა მოწვევს თქვენი ენერგო ტონუსი, კომპრომისების მიღწევის უნარის კარგი გაუცხოთ შორის, თანამშრომლობისთვის კარგი პერიოდია პირველი ნახევარი კვირისა მოლაპარაკებების წარმოებისათვის და ასე თუ ისე თქვენ შეგიძლიათ რაღაც საკითხები დათმოთ კიდეც, მაგრამ ეს საბოლოოდ მოგებიანი აღმოჩნდება თქვენთვის. მაგრამ მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას და ძველმა პრობლემებმა, ძველმა შეცდომებმა შეიძლება მეტად ეჩინონ თავი. პარტნიორებთან კონფლიქტების, სხვადასხვა სახის დაპირისპირებების კამათის ტენდენცია მოაწყობს ურთიერთგაგების შემცირების ფონზე. და აქვე აღვნიშნოთ, რომ დროულად ეცადეთ კორექტივები შეიტანოთ იმ საკითხებში, რომელიც საეჭვოდ გეჩვენებათ ან კარგად არ არის მოფიქრებული. მაშინ მოდი აღვნიშნოთ, რომ გაცლებით ადვილად აუვლით გვერდს მეორე ნახევრის, ასე ვთქვათ, სირთულეებს და მეტად აკონტროლეთ კვირის მეორე ნახევარში თქვენი ემოციურ აგრესიული გამოვლენებები. ყოველს კარგი იქნება თქვენთვის 17 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი არ ვარგა ამ შემთხვევაში უკვე 15 და 20, 21 რომ ყველასთვის ცუდი დღეა. ეს უკვე აღნიშნეთ და ამაზე აღარ ვამოხვილებ. ამის გარდა 15 და 20 სექტემბრის დღეები ცოტა ფრთხილად გავიაროთ. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნავებულებს, ერგოტონუს არუჩევის ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შრომისუნარიანია. პირველ ნახევარში მეტად კრეატიული ხართ, ხარიზმატულობა მატულობს კვირისა და შეიძლება ახალ მეგობრული წრე შეიქმნას, ძველი ურთიერთობები ამაღლდეს. სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ესე როგორც რომანტიკული თავგადასავლებისათვის და აქ სხვათა შეიძლება გარეგნული იმიჯი შეიცვალოთ, გარეგნობა უფრო უკეთესად ჩაიცვა და უშუალოდ ანუ ვარცხლილობა შეიცვალო და ასე შემდგომ სხვათა შვილებთან ურთიერთგაგება მატულობს და შვილებთან ასე ვთქვათ მიმართება შეიძლება რაღაც სასიკეთო ცნობებიც კი მიიღოთ. მეორე ნახევარი ამ მხრივ ცოტა უფრო რთულია, რადგან აქ უფრო დაძაბულობა მოიმატებს პარტნიორულ ურთიერთობებში, რომელიც მაგალითად შეგახსენებენ ძველი შეცდომების შესახებ. და ამის შედეგად შეიძლება ცოტა თქვენს ავტორიტეტზეც ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. საერთოდ კვირის მეორე ნახევარში ეცადეთ რომ ცოტა მეტი დრო ყურადღება დაუთმოთ სხვა დიპლომატიას პარტნიორულ ურთიერთობებში. ყოველს კარგი იქნება თქვენთვის 16-21 სექტემბრის დღეები რიცხვები, თუმცა 21 მაინც ფრთხილად უნდა გავეთ, უბრალოდ თქვენ გაგიმართლოთ რომ მაინც რადგან დღე კარგია, სხვების განსხვავებით ცოტა უფრო მშვიდად გაევით მას, მაგრამ რადგან ეს მაინც მზის დამნელების დღეა, ვიყავთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად.
და ნეგატიურია თქვენთვის 18 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაღუდებულების პირველი ნახევარი კვირისა გამოიყენეთ, იმიტომ რომ აქ შეგვიძლია საინტერესო პროექტებში ჩაერთო და იპოვოთ ესეთი პროექტები, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომელიც მე დაგეხმარებიან სხვადასხვა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, გონებამახვილობა საკმაოდ მაღალ დონეზეა და სხვადასხვა სამშობლოდ რომ არასტანდარტულად შეგვიძლია არაერთი პრობლემა გადაწყვიტოთ. დროულად გრძნობთ საჭიროა რომ რაღაც სირთულეს გვერდი ავაროთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხელს თქვენს განვითარებას წინსვლას, მაგრამ უკვე 18 რიცხვიდან კვირის მეორე ნახევრიდან აქ უკვე კონფლიქტების ტენდენცია, კამათის ტენდენცია განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორებთან შეიძლება ემართებაში მოემატეს ფინანსურმა სირთულეებმა და დანაკარგებმა შეიძლება მეტად იჩინონ. თავი და შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებმაც კი აქ უფრო მეტად ასე ვთქვათ იჩინონ თავი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 19 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15-21 სექტემბრის დღეები და შეიძლება ამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კერჩქების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, იგი 18 რიცხვამდე კარგი ეს პერიოდი, მთელი ტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, სწავლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, მაგალითად საზოგადოების წინაშე გამოსვლისთვის, პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ძალიან კარგი პერიოდია. კარიერული განვითარების კუთხითაც კი არის გარკვეული პოზიტიური შანსების შესაძლებლობები, მაგრამ 18 რიცხვიდან იგივე კარიერული კუთხით პრობლემები მოემართებიან. სირთულეები შეიძლება მეტი იყოს ხელმძღვანელ პირებთან მიმართებაში, ხელშეკრულებები შეიძლება ვერ შესრულდეს, სხვა ბიუროკრატიული პრობლემების წინაშე შეიძლება დაადგეთ და აქედან გამომდინარე ორმაგი ძალისხმევა დაგჭირდეთ ელემენტარული განვითარებისა და წინსვლისათვის და ასევე ამუშავოთ ისიც რომ ეს ის პერიოდი რომ სულისა შეიძლება კვირის მეორე ნახევარში ზოგიერთ თქვენს გეგმაზე უარის გითქვათ. აი ესეთ ტენდენციები მოსალოდნელია კვირის მეორე ნახევარში ეცადეთ რომ არ იყოს რაიმე სახის გაუგებრობებით რომ ფეიკების არასწორი ინფორმაციის ან თქვენი მოტყუების თელობის ტენდენციები აქ მოიმატებენ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 16 და 20 სექტემბრის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგათ 18 სექტემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება იმპერატორთა ნიშანს ლომის ზოდიაქო იგულისხმება, პირველი ნახევარი, მეტ-ნაკლებად კარგია, იმიტომ რომ აქ უფრო მოძრავი ხარ, დინამიური, უფრო მეტად გონება მახვილი, ადვილად აღიქვამთ სწორად ახალ ტენდენციებს, ახალ წინადადებებს, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ფინანსური კუთხითაც კი მიიღოთ გარკვეული დივიდენდები ადრეული საქმეების გალატარებში თამაშიც კი იქნება ძალიან კარგი და მომგებიანი. კომპენსაცია შეიძლება მიიღოთ ადრეული ასე ვთქვათ თქვენი საქმიანობის კუთხითაც კი და მოდი ასე ვთქვათ რომ მთლიანობაში არ არის ცუდი პირველი ნახევარი. აი მეორე ნახევარი უკვე 18 რიცხვიდან ეთხოვს ყურადღებას. იმიტომ რომ განსაკუთრებული სიფრთხილები მართებთ საზოგადოებრივ ფინანსებთან თუ გაქვთ საქმე რომ აქ არ იყოს ზოგადად ხარჯი და ამან კონფლიქტები არ გამოიწვიოს. დავუშვათ ისიც რომ მიუხედავად იმისა რომ მეორე ნახევარში ენერგოტონუსი თქვენ ნელ-ნელა მატულობს, მაგრამ ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს პარტნიორებთან, შეიძლება დაიძაბოს მათ შორის ბიზნეს, სასწავლო პარტნიორებთან, ხელმძღვანელებთან, მიმართებაში ურთიერთგაგების შემცირების ფონზე აქ კონფლიქტების ტენდენცია მოიმატებს, რაც თქვენგან მეტ თავდაჭირას და სიფრთხილეს ითხოვს. ეს კარგია თქვენთვის 18 სექტემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგათ 16-20 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. ქალწულის ზოდიაქოს რაც შეეხება თქვენი დრო ახლა პრინციპში ყველაზე კარგად გზნობს თავს ეს ნიშანი, თუმცა რასაკვირველია მეორე ნახევარი კვირისა ცოტა უფრო მეტ სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ პირველ ნახევარში შეიძლება აქტიურად იმოქმედოთ, იმიტომ რომ ეს გიხავს იდეების რეალიზაციას, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კარიერულ განვითარებას, პარტნიორულ ურთიერთთანამშრომლობას, ახალ ბიზნეს გეგმების ჩამოყალიბებას, მატერიალიზაციას, ახალ პერსპექტიულ პროექტებში თქვენ ჩართვას და ასე შემდგომ. მაგრამ მეორე ნახევარი ეთხოვს ცოტა მეტ ყურადღებას. რატო? იმიტომ რომ აქ ფინანსური დანაკარგების ტენდენციაც მოიმატებს, ზოგიერთ ხელშეკრულება ან დაპირება შეიძლება არ შესრულდეს, ან ისე არ წარმართოს, როგორც თქვენ ეს გსურთ და ძველი საქმეები მოითხოვენ მეტ ყურადღებას, რის გამოც ახალი საქმეებისთვის უბრალოდ დრო არ რჩებათ. ეს კარგი იქნება თქვენთვის 16 სექტემბერი 21-იც მეტ-ნაკლებად არ არის ცუდი, მაგრამ მაინც რადგან მზის დამნელება ავეცავთ, იგი ფრთხილად გავიაროთ და არ ვარგათ 19 სექტემბრის დღე და ეს რიცხვიც. დანარჩენი დღეები წარმატების კუთხით საშუალოა. რაც შეეხება ახლა უკვე სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, პირველში მოიტანოთ რომ პირველი ნახევარი კვირისა უკეთესია, რადგან სასწავლო პარტნიორული კონტაქტებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისთვის პერიოდი უდავოდ სასიკეთო ტენდენციების მატარებელია. შეიძლება გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ თქვენ საქმიან, ასე ვთქვათ, გრაფიკში, თუ შეიძლება ესე ითქვას, თქვენს გეგმებშიც კი ჩაერთვებიან ზოგიერთ საინტერესო პარტნიორები.
და ეს ის პერიოდია, როდესაც ხელს უწყობს უცხოეთთან კონტაქტებს, შეიძლება აქ უცხოეთშიც გაემგზავროთ, გააფართოთ თქვენი ნაცნობთა წრე, ახალი მოდი თქვათ ინტერესები შეიძლება გასცდეს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ უკვე 18 რიცხვიდან ვიყოთ ყურადღებით თხილად. რატომ? იმიტომ რომ აქ ჯერ ერთი კონფლიქტების ტენდენცია, ფარგლებში, ჭორები, ინტრიგები თქვენ ზურს უკან, მოშორნეები, გააზლიერებენ თქვენ საწინააღმდეგო მოხალისეებს, ამიტომ კენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაეცავით. და ისე იმოქმედოთ, რათა რაიმე სახის შესწავლით არ დაუშვათ. აი ამის შემდეგი კვირა გაცილებით უფრო პოზიტიური და სასიკეთო იქნება, შეიძლება ითქვას ვარსკვლავური თქვენთვის. ყველაზე კარგია 17 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15-20 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეიძლება მორიელის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს მოითხოვთ, რომ პირველ რიგში მორიელი პირველი ნახევარი კვირის მაქსიმალურად აქტიურად გაიარეთ, იმიტომ რომ აქ გაქვთ შესაძლებლობა არაერთი რთული საკითხი გადაწყვიტოთ და პრობლემებიც მოაგვაროთ. ეს პერიოდი კარგია ფინანსური კუთხით, მაგრამ მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა მთელი კვირის განმავლობაში მიაქცეთ ყურადღება ზურგს უკან. ვინ იმალება, რომელი ესეთი ვაი მეგობარი ან ვაი შეიძლება ახლობელი, რომელიც თქვენს საწინააღმდეგოდ ინტრიგებს და სხვა სახის ჭორებს ავრცელებს. აი ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით. 18 რიცხვიდან სიფრთხილე გმართებთ თავისთავად, იმიტომ რომ თქვენ და მე პრეტენზიულობა ხელმძღვანელობის მხრიდან მოიმატებს, აქ გართულდება მოლაპარაკებების წარმოება, იმიტომ რომ ურთიერთგაგება მცირდება და გარკვეული ასე ვთქვათ უნდობლობა მოიმატებს კოლეგებთან, პარტნიორებთან მიმართებაში. ეს პერიოდი არ ვარ კვირის მეორე ნახევარი ხელშეკრულებების დასადებად და ახალი საქმის, ახალი სამსახურის დასაწყებად. ყველაზე კარგია თქვენთვის 16 სექტემბრის დღე და არ ვარგა 19 სექტემბრის დღე და რიცხვი 21 რომ და გაიაროთ ასე ვთქილოთ, ეს გვეიცით. მშვილდოსნის ზოდიაქოს რაც შეეხება, პირველი ნახევარი კვირის საუკეთესია, იმიტომ რომ შეიძლება საინტერესო იდეები წარმოექმნას, საინტერესო წინადადებები მიიღოთ პარტნიორთა მხრიდან, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, შემოქმედებითი კუთხით პერიოდი უდავოდ კარგია, ხელსკობს კი ასევე კარიერულ განვითარებას და ახალ პერსპექტივას, მაგრამ 18 რიცხვიდან ცოტა ვიყოთ ხილად. იმიტომ რომ უნდობლობა მოიმატებს, ეჭვიანობა მოიმატებს და აქ თანამშრომლობა ცოტა უფრო რთულ ელფერს მიიღებს, მოდი ასე ვთქვათ. და ეს ის პერიოდი, რომელსაც აქ უკვე შეიძლება გარკვეულმა სირთულეებმა ეჩინონ თავი, მათ შორის ხელმძღვანელებთან მიმართებაში, სადაც მეტი ტაქტი და თავდაჭერა გმართებთ ამ ურთიერთობაში. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 19 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 16-21 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, პირველი ნახევარის უკვე განსაკუთრებით კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი აქტიური, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, მომთმენი, შეუპოვარია, ხელსკობს იგი იდეების კონკრეტულ რეალიზაციას, აქ შეიძლება გავლენიანი პარტნიორებიც კი გამოჩნდნენ და დახმარება გაგეწიონ არაერთ საკითხში და ამასთან ერთად თვით შეფასების კრიტერიუმი თქვენი აშკარად მატულობს. ფინანსური კუთხითაც შეიძლება გაუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და სხვა შუის ცოტა მეტი ყურადღება გმართებთ კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში, უცხოეთთან მოგზაურობის დროს, რათა სხვადასხვა სახის დაუშვათ სამგზავრო პრობლემებმა არ ეჩინონ აქ თავი. მეორე ნახევარი საერთოდ ცოტა უფრო დაწაბული იქნება, იმიტომ რომ როგორც საოჯახო, ასევე სამსახურის სფეროში ურთიერთობა შეიძლება მეტად დაიძაბოს ურთიერთგაგების შემცირების ფონზე. აქ შეიძლება სხვა შორის გარკვეულმა კონფლიქტებმა ეჩინონ თავი, რომ ითქვიან მამებსა და შვილებს შორის და ცოტა შეიძლება დაიძაბოს ეს ურთიერთობა და ძველმა პრობლემებმა შეიძლება მეტად ეჩინონ თავი. საყოფაცხოვრებო სახლში გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება დრო ასევე ეჩინონ თავი და გამოიწვიონ ზედმეტი ფინანსური ხარჯი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 15-20 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 17 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი 21-იც რომ და გაიაროთ ხილად, ესეც მიიმედია უკვე იცით. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, პირველში აღვნიშნოთ, რომ პოზიტიური პერიოდია პირველი ნახევარი კვირისა, აქ შეგიძლიათ ნებისმიერი რთული საკითხის გაზრდილი ინტუიციის მეშვეობით სწორად გადაჭრათ და გვერდიავაროთ რთულ საკითხებსაც კი, სადაც ეს საჭირო იქნება და არასტანდარტული გაწყვეტილებები მონახოთ საკითხებში, რის შედეგად გაცილებით მეტად გააზრდებთ თქვენს პოზიციებს, უფრო მეტად გაზრდით თქვენს ავტორიტეტს, გაუმჯობესებთ ურთიერთობებს ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან მიმართებაში, მაგრამ 18 სექტემბრის შემდგომ კონფლიქტების ტენდენცია, გაუგებრობები იგივე კოლეგებთან, ნაცნობებთან მოიმატებენ.
და აღნიშნოთ ისიც, რომ მთლიანობაში კი კვირა კარგია საქმიანი განვითარების კუთხით და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, მაგრამ აუცილებელი პირობაა წარმატებისთვის ენაზე კბილის დაჭერა, საკუთარი საიდუმლოს ასე ვთქვათ, დაცვა და არ გათქმა ინფორმაციისა თქვენი გეგმების და სხვა შესაძლებლობების შესახებ. მაშინ წარმატება უფრო მეტი იქნება. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 18 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 16-20 სექტემბრის ნაწილობრივ 21 სექტემბრის დღეები და რიცხვები. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით ნაოდებლის პირველი ნახევარი გაცილებით უკეთესია, ხართ პროაქტიული, გარგეული ინიციატივიანი, ავტორიტეტი იზრდება, თვითშემეცნებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, კონტაქტებისთვის, თვითრეალიზაციისთვის შესაძლებლობების აქვს, მხარდაჭერას გრძნობთ მეგობრების მხრიდან, კოლეგების მხრიდან და მთლიანობაში გაცილებით სტაბილური პერიოდია, რომელიც ხელსაყრელს ასევე შემოქმედებით ინჯის უნარის გამოვლენას ქორწინებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. აი, მეორე ნახევარი უკვე 18 რიცხვიდან უფრო რთულია. აქ ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება ეჩინონ თავი, იდეური შეიძლება იყოს ურთიერთწინააღმდეგობები თქვენსა და დაუშვათ პარტნიორებს შორის. აქ შეიძლება კრიტიკის ხარჯსაც ხშირ აღმოჩნდეს რთული იქნება საკუთარი პოზიციების დაცვა და ასე შემდგომ. პარლამენტები მეტად გააქტიურდებიან კვირის მეორე ნახევარში, რომ სიტყვის თქვენგან მეტად სიფრთხილეს და ცოტა მეტ წინდახედულობას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 15-21 სექტემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 17 სექტემბრის დღე და ეს რიცხვიც. აი ინფორმაციით საუკეთესო სრულებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.